ბატონ გიორგი, რატომ არ ხდება დაგეგმილი მოცულობით სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად სოფლად ცხოვრების გაუმჯობესება, რაც მთავრობის პრიორიტეტია პირველივე დღეებიდან, ერთი და მეორე, თქვათ, რატომ არ ხდება რეაგირება, ყოველთვის ჩვენ მედია ვერ ხედავთ ამას, იმ ფაქტებზე, რომელსაც მედია აშკარავს, რომ ფული როდესაც კი და რაც დაიხარჯა, ხშირ შემთხვევაში გაიფლანგა. მოგესალმებით, აკაკი, მოგესალმებით ტელემაყურებლებს. მოდით პირველ რიგში ვნახოთ და განვმარტოთ საზოგადოებას თუ როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა. ციფრები, რომელიც თქვენა ჩემთვის უცნობია, ალბათ თქვენ დააჯამეთ, ეხლა მე აგიხსნით ზუსტად როგორ მოქმედებს ჩვენი სამინისტრო. არსებობს ორი სახის ფონდი, ერთი არის სოფლის ხარდაჭერის პროგრამა, რომლის წლევანდელი ბიუჯეტი იყო 50 მილიონი ლარი და ასევე არსებობს რეგიონების განვითარების ფონდი, რომელიც გახლავთ დაახლოებით 140 მილიონი განაწილდა წელს, ანუ 2014 წელს. რაც შეეხება პირველ სოფლის ხარდაჭერის პროგრამას, ჩვენი სამინისტრო ამუშავებს ფორმულას, რომლის მიხედვითაც იქ გათვალისწინებული არის სოფლის ტერიტორიის, ესე ვთქვათ, სიდიდე, ასევე იქ არსებული მოსახლეობა და სხვა ფაქტორები, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაწვდით ფინანსთა სამინისტროს გადანაწილებულ კვოტებს თუ არსებული 50 მილიონი როგორ უნდა გადანაწილდეს სოფლებში. შემდეგ უკვე ფინანსთა სამინისტრო, ანუ ეს გადის არა ჩვენი ბიუჯეტიდან, არამედ ცენტრალური ბიუჯეტიდან, ურიცხავს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც მათთან შემავალ სოფლებს უნაწილებენ აღნიშნულ თანხებს მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით, ანუ ხარჯვით ნაწილზე ჩვენ უბრალოდ ინფორმაციული მონიტორინგის ფუნქცია გვაკისრია, ანუ უყურებთ ციფრებს. წელს მდგომარეობა გახლავთ ესეთი. არსებული 50 მილიონი ფონდიდან 45 მილიონი სამუშაო არის დაკონტრაქტებული, საიდანაც 40 მილიონი სამუშაო უკვე შესრულებულია ფიზიკურად, დანარჩენი 5 მილიონიც მიმდინარეობს. ამაში შედის, აქ უნდა დავაზუსტოთ, აი თუ არ ვიცი უყურებთ თუ არა ჩვენს წინაურ გადაცემასთან ერთ-ერთ მაინც ზესტაფონში 4 მილიონის პროექტები, რომლებიც შესრულება თავად იხილეთ, თუ უყურებთ თუ არა და წაიკითხავდით და მათ შორის არის გურიაში ბაღების რეაბილიტაციის პროექტები. მივდივარ ზუსტად. მე გამიჭირდება ეხლა ვთქვა რომელი ფონდია და რატო. ნახეთ, ვაგზელებ ჩემს სიტყვას, ესე იგი, გახლავთ მეორე ფონდი, როგორც ვთქვით, რომელიც არის რეგიონული განვითარების ფონდი. 140 მილიონი ლარის ბიუჯეტი. რა მნიშვნელობა რომელი ფონდია? ხო, ქოლგა ხო სამინისტროა და თქვენ ხართ ministris პირველი მოადგილე. რა მნიშვნელობა აქვს ერთი ჯიბიდან ამოიღებ თუ მეორეში ჩადებ? ანუ მთლიანობაში ვსაუბრობთ. აი ეს მინდა რომ საზოგადოებას განვმარტო, რომ ჩვენი ფუნქცია რა არის. თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მიეკუთვნება პროექტის განხორციელება, ანუ კონკრეტული პროექტის მენეჯმენტი. ეს იქნება ტენდერის გამოცხადებიდან სამუშაოს განხორციელების და ჩაბარებამდე. ამაში მათ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში ჩვენ არ გვაქვს კანონით უფლება რომ ჩავერიოთ. ჩვენი უფლებამოსილება წყდება იქ, სადაც კომისიური წესით წარმოდგენილ პრიორიტეტებზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პროექტი დაფინანსდეს და რომელი არ დაფინანსდეს შესაძლებლობების ფარგლებში და ამის შემდეგ უკვე უყურებთ ჩვენს მიერ გაცემული თანხა აითვისა თუ არა მუნიციპალიტეტმა. კეთილი, მაშინ აი ესეთი კითხვა მექნება, თუ კი თქვენ რეაგირება ასე რომ ვთქვათ, შემდგომი ვთქვათ ანალიზი როგორ ჩატარდა სამუშაოების თქვენ არ გეხებათ. აი მაგალითად ანაკლის ტენდერი. ერთმა კომპანიამ, რომელმაც ვერ შეასრულა 50%-ით შეასრულა მხოლოდ სამუშაოები და 15 მილიონი ანი პროექტი ფაქტურად ჩააგდო, ხო? ერთ წელიწადს. თქვენ გამოუყავით ასევე კიდევ 12 მილიონი, ხო? მეორე ეტაპის სამუშაოები. კი ბატონო, გეტყვით ზუსტად მოვფინოთ აღნიშნულ სურათს. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. აქ იყო ორი ფაზა, პირველი და მეორე ფაზა. პირველ ფაზაში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები შეასრულა. ნახეთ როგორ იყო აქ გახლავთ სახმელეთო და საზღვაო, ეს იყო ნაპირ გამაგრება. შესაბამისად არსებობს საზღვაო და სახმელეთო სამუშაოები. სახმელეთო სამუშაოებს მიეკუთვნებოდა ტეტრაპოდების, ეგრეთ წოდებული ტეტრაპოდების დამზადება, ბეტონის ჩამოსხმა, რომელიც შემდეგ კონკრეტულ მონიშნულ ადგილზე სანაპიროდან მოშორებით ზღვაში უნდა ჩალაგდეს შესაბამისი გემის მეშვეობით. 100%-ით შეასრულა კონტრაქტორმა სახმელეთო სამუშაოები, თუმცა როდესაც ზღვის ჩალაგების პროცედურები დაიწყეს, ამ შესაბამისად წარმოადგინა ცნობა და მიმართა, ანუ სამუშაოების ზედამხედველობას ასევე ახორციელებს, მინდა დავამატო, საერთაშორისო ტენდერით გამოვლენილი საერთაშორისო, კერძოდ კორეული კომპანია, რომელიც არის ჩვენი ანუ დამკვეთის წარმომადგენელი ინჟინერი და აფასებს როგორც ხარისხის კონტროლს ახორციელებს, ასევე იმას, რომ არ დაირღვეს ფიდიკის კონტრაქტი. ეს არის საერთაშორისო ტენდერი, შესაბამისად საერთაშორისო ნორმებით ხორციელდება სამუშაოები.
კონტრაქტორმა წარმოადგინა შესაბამისი ცნობები უამინდობის შესახებ. ეხლა ნახეთ აქ უამინდობაში რა იგულისხმება, აქ არ იგულისხმება თოვლი და ყინვა, ვინაიდან ეს გახლავთ საზღვაო სამუშაოები და 10 სანტიმეტრის სიზუსტით უნდა ჩალაგდეს ზღვის ფსკერზე აღნიშნული ტეტრაპოდები. აქ თუ კი ზღვაზე ტალღების სიმძლავრე არის 3 ბალი ან აღემატება 3 ბალს, უკვე შეუძლებელი ხდება აღნიშნული სიზუსტით სამუშაოს შესრულება. ან თუ ზღვა არის იმდენად დამრღვეული, რომ აკვალანგისტების ხედვის პრობლემა აქვს, 7 ტონიანი ტეტრაპოდის ჩადებისთვის ერთხელაც მათ საფრთხე და ვერ გახდება მუშაობა შესაძლებელი. ეს თავიდან არის ხო თქვა პროექტში გათვალისწინებული, ხო ერთ წელს არ ხდება, ეს ხო მეორდება წლიდან წლამდე, თქვა იგივე ამღრეულობა წყლის თუ ტალღების ამპლიტუდა თუ ასე შემდეგ ეხლა გამონაკლისები ხარფეთ. მოგახსენებთ, ნახეთ როგორ არის. ამიტომ ზუსტად კონტრაქტი ითვალისწინებს აი ესეთ გარემოებებს, საპატიო მიზეზებს, რის გამოც შესაძლებელია ვერ განხორციელდეს სამუშაოები. ნახეთ რა ხდება ამის შემდეგ. კონტრაქტორი თუ ესეთ გარემოება გამოვლინდა, მიმართავს წერილით ზედამხედველს უცხოურ კომპანიას, რომელიც განიხილავს მის მიერ წარმოდგენილ ფაქტებს. აღნიშნული ფაქტების შეფასების შემდეგ თუ ის ჩათვლის მიზანშეწონილად, რომ მისაღებია აღნიშნული არგუმენტები, ის აგზავნის ჩვენთან რეკომენდაციას, რომ მოხდეს აღნიშნული ვადების საპატიო ჩათვლა. ჩვენი მხრივ ამ ინფორმაციას ვაგზავნით ბანკში, ანუ დონორ ორგანიზაციასთან, ვინც აფინანსებს პროექტს, ისინი სწავლობენ აღნიშნულ დოკუმენტაციებს და გვაძლევენ ჩვენ თანხმობას, რომ გავაგრძელოთ პროექტი და ჩაუთვალოთ საპატიოდ. თუ კი ჩვენ სიტყვაზე თეორიულად დავუშვათ, რომ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და ვამბობთ, რომ არა, იცით რა, მე მაინც ვფიქრობ, რომ არ არის ეს საპატიო მიზეზი და უნდა დავაჯარიმო კომპანია. ამ შემთხვევაში აქ ფიგურირებს უკვე საერთაშორისო არბიტრაჟი, სადაც შეუძლია სასამართლოს მიმართოს კერძო კომპანია და დააჯარიმეთ, რა თქვენ თქვით, რა ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის. მე ცებს გიხსნით, როგორ მუშაობს. მეორე ტენდერი რაღაც მიეცით. აი ხა გეტყვით მეორე ტენდერი. ამ კომპანიას რომელიც ვერ შეასრულა, მე თქვენ გავუგზელეთ დეკემბრამდე, ეხლა გვაქვს ნოემბერი. ეხლა რამდენი პროცენტით არის შესრულებული? არა, დავაზუსტებ თუ შეიძლება, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილება ზედამხედველმა კომპანიამ მიიღო აპრილის თვეში და რატო? ვინაიდან საპატიო დღეების რაოდენობა განისაზღვრა, ეს რაოდენობაში არ ითვლება ფიდიკის კონტრაქტის მიხედვით შაბათი, კვირა და უქმე დღეები, ეგრეთ წოდებული. ანუ რომ გადაიანგარიშეს არსებული დღეები, აი ამების გათვალისწინებით გამოვიდა აპრილამდე. ეს ერთი. ანუ დეკემბერით შეიცვალა. თავიდან იყო დეკემბრამდე გადავა. არა, ნახეთ, იყო საუბარი, რომ ეს ვადა იყო დაახლოებით დეკემბრამდე, მაგრამ ზედამხედველმა კომპანიამ თქვა, რომ იცით რა, ამაში ჩვენ ვერ ჩავთვლით შაბათ-კვირას და უქმე დღეებს, რომელიც რომ გადავთვალე, გამოვიდა აპრილის დასაწყისი. შესაბამისად, მე ვალდებული ვარ აპრილის დასაწყისამდე მივცე გეგმაგრაფიკი. დასაწყისში თუ დაასრულა კიდევ კარგი, თქვა, უკეთეს შემთხვევაში ოპტიმისტური პროგნოზით დაასრულა, მაგრამ მეორე ტენდერი, რომელიც ეხლა ნახოთ მეორე ტენდერი აქვს. კი ბატონო, ეხლა ნახეთ მეორე ტენდერი. რატო ენდობით ამ კომპანიას? არ არის ჩვენდობაზე საქმე და აგიხსნით ეხლავე. სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც თანხდება ბანკთან, ანუ დონორ ორგანიზაციასთან, რომელიც ამბობს რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს კომპანიამ, ანუ ტექნიკური კრიტერიუმი პირველი და შემდეგ უკვე დაბალი ფასი, რომ მოიგოს კონკრეტული ტენდერი. ეხლა ნახეთ რა ხდება, როდესაც კომპანია შემოდის, თუ იგი ვერ დააკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, დისკვალიფიკაცია ხდება. თუ დააკმაყოფილა ტექნიკური მოთხოვნები და მისი ფასიც ყველაზე დაბალია, ამ შემთხვევაში ერთადერთი საშუალება არსებობს, რომ მას უარი უთხრათ ტენდერზე, ეს გახლავთ თუ ის არსებობს დონორი ორგანიზაციის მიერ შედგენილ შავსიაში. ანუ თუ არის უკვე მოხდილი აზერტუნელი იყო ამ შავსიაში, იცით რა მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ეს კომპანია რომელსაც გაიმარჯვა, საერთოდ არ იძებნება ინტერნეტში, როგორც რაიმე გამოცდილების მქონე კომპანია. ჩვენ საუბრობთ სხვა მეტოქეებზე, რომლებიც მონაწილეობენ, ეს არის აზერტუნელი, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ცნობილი და მსხვილი კომპანია და ადროგი. მათ ვერ მოიგეს ეს ტენდერი, ვერც პირველი, ვერც მეორე ეტაპის. აი ამაზეა საუბარი. მაგრამ თქვენ ამ დროს თქვა, თქვენ არ გეხებათ, კეთილი მაგრამ. არა, როგორ არ გვეხება? თქვენ ვართ განმახორციელებელი ორგანო, რომელსაც გვაქვს წინასწარი გაიდლაინები, ანუ ესე ვთქვათ, თამაშის წესები, რომელსაც დონორი ორგანიზაცია გვიდგენს და არის სავალდებულო, ვინაიდან ეს გათვალისწინებულია რატიფიცირებულ ხელშეკრულებაში. ხო, მან მოდის მოკლედ კითხავთ რა, იმიტომ რომ ცოტა ვერ გადავიდენი ხარ ვის რა ეხება. თქვენ რაიმე პასუხისგებლობას, აი რომელიმე ან ზესტაფონური ან ჩოხატაურული ტენდერების ან ანაკლის ტენდერების თაობაზე ატარებთ, გზნობთ თუ არ გეკუთვნით. ტენდერს არანაირი საფრთხე ამ ეტაპისათვის არ ემუქრება.
გარდა იმისა, რომ გაიწელა სამუშაოები და ერთი წელი საპატიო მიზეზით, რომელზეც დასკვნა გაამზადა უცხოურმა საერთაშორისო კომპანიამ. მერწმუნეთ სახელმწიფო დაზარალდებოდა, რომ ჩვენ სვანაირად გვემოქმედა, ვინაიდან საერთაშორისო არბიტრაჟი საკმაოდ და გათვალისწინებულია ინგლისის საერთაშორისო არბიტრაჟი საკმაოდ დიდ სანქციებს გაატარებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხო, ანუ არა. პასუხისმგებლობა არის, ჩვენ თქვენი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში არ არის. კი ბატონო, ამ შემთხვევაში არანაირი ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის. ჩვენ ვთამაშობთ იმ თამაშის წესებით, რომელსაც ითვალისწინებს რატიფიცირებული ხელშეკრულება. მაშინ ბოლო კითხვა მექნება, თქვენ თავიდან თქვით, რომ ალბათ ეს 58% იმიტომ გამოვიდა ათვისების თანხების ყველა პროექტი დააჯამეთო, ჩვენ არ დაგვიჯამებია, თქვენმა იმ უწყებამ დააჯამა და ასე მოგვაწოდა, 58%-ით არის შესრულებული რეგიონული პროექტები. აი, ამას რას უკავშირებთ? ესეც უამინდობის თემაა. რომელ რეგიონულ პროექტებზე საუბრობთ? თუ ეს არის რეგიონული განვითარების ფონდი, აი ეხლა ვიაგიხსნით. ყველა ერთად, რომელიც რეგიონებს ეხება, ჯამში. არა, ორი სხვადასხვა სისტემა ეგ მინდა აგიხსნათ და საზოგადოებას განვმარტო. ერთი არის, სადაც ჩვენ თანხებს მუნიციპალიტეტებს ვაძლევთ და ისინი ახორციელებენ პროექტებს. თუ ჩვენ საუბრობთ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, აქ ოქტომბრისთვის მონაცემებით 60%-მდე არის ათვისება და წლის პროგრამა და აი ამას დაკავშირებით მინდა რომ უცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ როგორ მუშაობს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ეს გახლავთ მთლიანი ბიუჯეტი 2014 წლის, სადაც 7 დონორი ორგანიზაცია მონაწილეობს დაფინანსებაში. სახელმწიფო ბიუჯეტის წილი გახლავთ მხოლოდ 4%. ანუ ჩვენ თამაშობთ 7 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი საერთაშორისო აღიარებული წესების მიხედვით, რომელიც პროექტს საკმაოდ ართულებს. ერთი ტენდერის ჩატარება დაახლოებით 5-დან 7 თვემდე ჯდება. ვადა ჭირდება. ეხლა რაც შეეხება ალბათ ლოგიკურად აისმის კითხვა, მაშინ რატო არ ხდებოდა ეს წინა წლებში? ეხლა ამაზეც მოგახსენებთ პასუხს. ეს ხდებოდა წინა წლებში. ნახეთ, მე სპეციალურად წამოვიღე გრაფიკი, სადაც არის 2011-2012 წლის მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტი. პირველადი ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა ბიუჯეტის შესახებ კანონით 2011 წელს 306 მილიონით, 2012 წელს 361 მილიონით. და ნახეთ რა მოხდა 9 თვის თავზე. 9 თვის თავზე, როდესაც მათ შეატყვეს, რომ მათი ათვისება სავარაუდოდ სადღაც აქ იქნებოდა, შეიტანეს წვლილება ბიუჯეტის შესახებ კანონში, დაწიეს გეგმა და შესაბამისად უკვე დაწეული გეგმას დაეწინენ, ესე ვთქვათ. ნახეთ, რომ შევაჯამეთ რა მონაცემი მივიღეთ პირველად დაგეგმილ ბიუჯეტსა და შესრულებას შორის 2011 წელს 70%, 2012 წელს 62% მხოლოდ. ანუ ეს იყო ტექნიკა, რომლითაც საზოგადოება შეყავდათ შეცდომაში. დღეს ჩვენ არ შევყავთ საზოგადოებას შეცდომაში, ჩვენ ვაკეთებთ გეგმას, რომელსაც ვცდილობთ და მივყვებით ბოლომდე. თუმცა შედეგი არ იცვლება. შედეგი შეიძლება იმისა, რაც დაარქმევ, შედეგი ის არის, მეწმუნეთ წლის ბოლოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 80%-ს გადაცდება თავის შესრულებით და ეს იქნება საკმაოდ პოზიტიური დასასრული. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თუ რეგიონში გვიყურებთ და ფიქრობთ